ეს არის დღის არხი რადიო იმედზე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად მოგესალმებით კიდევ ერთხელ გრუნტებით პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკა ხოფერიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმრები ეკა რაღაცა განსხვავებულ ამბლუაში და წარმატება მინდა გისურვო იმიტომ რომ ის პერიოდი რა პერიოდიც გაატარე აი ამ ახალ პოზიციაზე ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ასე ჩანს შევიარაღებელი თვალით რომ იყო ძალიან ნაყოფიერი და ძალიან აქტიური თუმცა აი პროექტებისა და სიახლეების შესახებ რომელსაც ახორციელებთ ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ ბატონო რუსლან დიდი მადლობა თქვენს კიდევ ერთხელ რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და დღეს ჩვენ საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან და ყოველთვის მტკივნეულ თემაზე და თემაზე თუ როგორ ვცდილობთ რომ გამოვნახოთ ის კავშირი რომელიც არსებობს და ყოველთვის იქნება მაგრამ რა პოლიტიკური გზები არსებობს ამისთვის და კიდევ რა ადამიანური ემოცია დგას აი ამ ყოველაფრის მიღმა მოდით ვისაუბროთ დღეს ამ ჩვენთვის ყოველთვის მტკივნეულ და საყვარელ თემაზე ანუ საყვარელ თემაზე ვგულისხმობ რა თქმა უნდა აფხაზეთის სიყვარულს ბატონ რუსლან, როგორ ფიქრობთ, ხო, ჟენევის მოლაპარაკებები, პოლიტიკური მოლაპარაკებები, არაპოლიტიკურ ჭრილში და იგივე პოლიტიკური კუთხითაც რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, რა მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ახლა, თქვენი მთავარი ტკივილი რა არის ამ ეტაპზე? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მე მინდა მივესალმო მსმენელს და მაყურებელს ამ შემთხვევაში, აფხაზურად შიბზია, რაც ნიშნავს აფხაზურად დღემშვიდობისა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოგვიწვიეთ თქვენ გადაცემაში. ნამდვილად უდაო ძალიან დიდი და ძალიან ფართო და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას ვაპირებთ ჩვენ ერთად. მინდა ასევე ისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ ეკას კიდევ ერთხელ მიულოცო და ყველაფერი საუკეთესო უსურვო და წარმატებები თავის საქმიანობაში და მე მჯერა რომ ქალბატონი ეკას პირადი გამოცდილებით, პირადი ურთიერთობებით, თუნდაც ეს იქნება თავისი ისე ვთქვათ კავშირი აფხაზეთთან თუ ოჯახთან, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევები, რომელიც ჩვენ გვაწუხებს ჩვენ აფხაზეთის საზოგადოებას, რომელიც უკავშირდება უშუალოდ აფხაზური ენის საკითხს, ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებთ ერთად. რა თქმა უნდა, ძალიან გამოწვევა ძალიან ბევრია. და მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ხვალ არის 27 ოქტომბერი ეს არის აფხაზური ენის დაცვის დღე და მე მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ეს დღესასწაული და მინდა ასევე პირველ რიგში რა თქმა უნდა მივმართო და მიულოცო ჩვენ აფხაზეთის საზოგადოებას რომ აფხაზური ენა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და განუყოფელ ნაწილს ჩვენი იდენტობისა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ გადავარჩინოთ ეს ენა და თქვენ სწორედ ბრძანეთ რომ ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს დღესდღეობით და რაც ყველაზე მთავარი აღსანიშნავია ის რომ მიმდინარე პროცესები რაც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და განსაკუთრებულად ამ შემთხვევაში ის პროცესები რომელიც უკავშირდება იმ აგრესიულ რუსიფიკაციის პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო ძალა რაც ძალიან დიდად ავნებს იდენტობას და პირველ რიგში რა თქმა უნდა აფხაზურ ენას კულტურას და ეთნოსს და მე ვთვლი რომ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა განზომილებაში. იქნება ეს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების და ჩართულობის კუთხით, იქნება ეს ადგილობრივად ის პროცესები და ინიციატივები, რომელიც უკავშირდება ყველაზე მთავარ ჩვენ ვალდებულებას, რომელიც არის დაცული და უზრუნველყოფილი არის ჩვენი კონსტიტუციით.
აფხაზური ენის დაცვა არის ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა და ვალდებულება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ და შევასრულოთ ეს პირნათლად ჩვენი ვალდებულება. აი კონკრეტული გეგმა მესმის რომ სახელმწიფოს ვალდებულება არის და კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაგრამ აი იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, აი რა კეთდება ამ მიმართულებით კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები და კონკრეტული ნაბიჯები, როგორც მოქალაქეების, აი რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ აი საფრთხე, რომელსაც თქვენ ახლა საუბრობთ. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რეალობა არის ძალიან მძიმე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თვითონ აფხაზური ენა მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას და დაცვას ყველა მხრიდან, იქნება ეს საზოგადოების, სახელმწიფოს თუ აკადემიური წრიდან მე ასაც მოველი უფრო აქტიურ ჩართულობას. კონკრეტულად რაღაც პროექტებზე ქალბატონი ეკა მე მგონი ისაუბრებს და გაგიზიარებთ თქვენ ინფორმაციას იმის შესახებ, იმ კონკრეტული ინიციატივების და პროექტების რაც ხორციელდება, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით სახელმწიფო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კონსტიტუციური ვალდებულება და მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს იმ თვალსაზრისით, რომ მეორე სამუშაო ჯგუფში, რომელიც იხილავს ჰუმანიტარულ საკითხებს, მუდმივად ჩვენ ვაყენებთ აფხაზური ენის, კულტურის და ეთნოსის დაცვის საკითხს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამ პროცესთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არის ის საკითხი, რომელიც არის და იცავს ჩვენ უფლებებს, ჩვენი საზოგადოების უფლებებს, რომ მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, ეს არის ერთ კომპონენტში განხილული საკითხი. ამის გარდა არის ძალიან ბევრი შექმნილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს იმ პროცესის, ისე ვთქვათ, მართვა, რომელიც უკავშირდება აფხაზური ეთნოსის, კულტურის და ენის დაცვას. და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რა თქმა უნდა, იმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ამ პროცესის ცალკე გამოყოფა შეუძლებელია და იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს აქტიური ოკუპაცია, რუსიფიკაცია და ასევე ეს ყველაფერი უკავშირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. და მიმდინარეობს მუდმივი მცდელობა საოკუპაციო ძალების მხრიდან იმ კუთხით, რომ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გარკვეული სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცენ ამ ისტორიულ ფაქტებს, იმ ისტორიულ ძეგლებს, მიმდინარეობს სისტემური განადგურება. რა თქმა უნდა, სხვა ყველაფერთან ერთად ძალიან ისე ვთქვათ მასშტაბური და გლობალური პროცესი და ამ თვალსაზრისით მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს, არის შექმნილი არაერთი კომისია კულტურის და სპორტის სამინისტროც არის ჩართული, ამაში ძალიან აქტიურად სააგენტო არის ჩართული, ასევე დროებითი კომისია აღმასრულებელ საკანონმდებლო ორგანოში არის ჩამოყალიბებული, რომელიც მუშაობს აქტიურად ამ საკითხებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო არის აქტიურად ჩართული და მუდმივად ამ საკითხს აყენებს იუნესკოს ფორმატში. ძალიან ბევრი რამ კეთდება, მაგრამ მე მაინც აღნიშნავდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა იხარჯება იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ აფხაზური ენა, კულტურა და ეთნოსი, მე ვთვლი, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი და შეიძლება ქალბატონი ეკამ გაგვიზიაროს ის საკითხები, რომელიც ჩვენ უშუალოდ აფხაზეთის კულტურის განათლების და მეცნიერების და სპორტის სამინისტროში ქალბატონი ეკას ხელმძღვანელობით ბევრ საინტერესო ინიციატივას ჩაუყარეთ საფუძველი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და ჩვენი საზოგადოების აქტიური ჩართულობით შევძლებთ, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ იმ თვალსაზრისით, რომ დავიცვათ აფხაზური ენა, კულტურა და ეთნოსი. ეკა, რა კეთდება ამ მიმართულებით? ეს განათლება არის უმნიშვნელოვანესი, ხო? და განათლების კულტურის მინისტრი საკმაოდ ისეთი პოზიცია არის და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე საუბრობს ბატონი რუსლანი და ვიცი რომ რაღაც ახალი ენერგიით შეუდექი და დიდი ენთუზიაზმით აი ამ ყველაფრის განხორციელებას. და მთავარ გამოწვევებთან ბრძოლას რაც მთავარია.
მადლობა, მოგესალმებით ყველას, მივესალმები ადამიანებს, რომლებიც ახლა გვისმენენ. გუშინ ბრუნდებოდი დასავლეთიდან, ბათუმში ქონდა ლექცია და ვიყავი თქვენი მსმენელი და ფიქრობდი, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგჯერ ესეთი მეგზური რო ყავს რადიოს სახით და რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ესეთ თემებს შენთვის საინტერესო თემებს გიყვებიან, ამიტომ ვეცდები ხარ რომ საინტერესოდ მოგიყვოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო და ეს გზა თქვენი სადაც არ მიდიხართ წარმატებით მისულიყავით და აი რაღაც ამბებიც გაგიზიაროთ. მე მიმაჩნია რომ მე ვარ ნახევრად აფხაზი და გუშინ სწორედ ყვებოდი გზაში რომ ეს ბებია ჩემი აფხაზი იყო, ჩემი ბიძაშვილები აფხაზები არიან, ეს აფხაზური გარემო იყო და ამის მიუხედავად მე არ ვიცი აფხაზური. და როდესაც ჩვენ ჩამოვდიოდით თბილისში და აფხაზეთში გაგრაში სოხუმში ჩვენ ვლაპარაკობდით რუსულად და მე უყვებოდი ჩემი ოჯახის წევრებს გუშინ რომ ჩვენ რო ჩამოვდიოდით სახლში გქონდა აკრძალული რუსულად ლაპარაკი, იმიტომ რომ აბსოლუტურად გარუსებულები ჩამოვდიოდით და მამაჩემს აი სერიოზული ის ქონდა ნამდვილად რაღაც თავის აკრძალვები და კანონები ქონდა ოჯახში დაწესებული და ის ამბობდა რომ აფხაზურად ილაპარაკეთ, რატო ლაპარაკობთ რუსულად და ანუ ეხლა ვფიქრობ რომ რაღაც ინტუიტიურად კი არა პირდაპირ გზნობდა ის ადამიანი რომ ცუდი კი არა რუსულის ცოდნა, ყველა ენის ცოდნა გადასარევია, მაგრამ აი იმთავითვე ძალიან ბევრი ჩემს ირგვლივ ადამიანი, ჩემი მეგობარი აფხაზი უკვე რუსულად საუბრობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ახლა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი არათუ სწორად არიციან თვითონ აფხაზეთში, ნუ ყველამ არა, რაღაც ნაწილმა პატარების, მოსწავლეების, საზოგადოების არამედ პრობლემაა ენის. ეხლა ჩემი აზრით ეს უნდა იყოს რაღაც კონკრეტული ამბები, კონკრეტული ნაბიჯები. ჩემი აზრით ეს აფხაზეთის სიყვარული არ არის მხოლოდ ჩვენი ეს რაღაც ნოსტალგია, ეს არის რაღაც კონკრეტულ რაღაცებში გამოხატვა და მეტი გულთან და ახლოს მიტანა უნდა. ნუ მათ შორის ჩემი თავი შემიძლია დავიწყო და მე მაგალითად იცით რა მგონია, აი მართლა გულახდილად გეუბნებთ ეხლა კიდე სხვა კუთხით შევხედე ამას, რომ არა თუ აი აფხაზეთის მთავრობის თუ დეპუტაციის თუ ჩვენ ყველამ მინიმუმ რაღაც დონეზე უნდა ვიცოთ. არამედ მგონია რომ ზოგადად ვინც ვართ და არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები და ასე შემდეგ რაღაცა მინიმალური ცოდნა, აი კი არ მოგვეთხოვება, ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ ეს შენი ენა, ეს კიდევ უფრო გაძლიერებს, ეს კიდევ უფრო დიდ გზავნილს უგზავნის ამ ადამიანებს, რომ ისინი თვითონ ხვდებიან როგორ ნელ-ნელა კარგავენ. მე რომ მოვედი და სულ ვამბობ მადლიერი ვარ ბატონი რუსლან აბაშიძის მიუხედავად იმისა რომ მართლა სრული მოულოდნელობა და რაღაც სხვა სიფრთხეში და სხვა ცხოვრებაში აღმოჩენა იყო, როდესაც მე მოვედი აქ, მაგრამ ეხლა ვარ მადლიერი, იმიტომ რომ ეს არის რეალურად საშუალება იმის რომ რაღაცები გააკეთო. კონკრეტული სწრაფად დრო ბევრი არ გაქვს. რამდენიმე ინიციატივა ბატონმა რუსლანმა დამახვედრა და რისკენაც ახლა ჩვენ მივდივართ, აი ახლა კიდევ უფრო კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ზუსტად გეუბნებით, რომ იქნება მობილური აპლიკაცია აფხაზური ენის შესწავლის. გვინდა რომ ეს აპლიკაცია იყოს ძალიან ქმედითი, ძალიან სახალისო, ძალიან ესეთი იოლი, პოპულარული, თანამედროვე, კარგი ანიმაციით. ეს იყოს არა მხოლოდ ქართველებისთვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ, არამედ ინგლისურენოვანი ადამიანისთვისაც. იცით თქვენ ძალიან ბევრი ესეთი ძალიან პოპულარული პლატფორმა და სწორედ ახლა მიდის აქეთკენ გზა, იმიტომ რომ იქ თავისი კლავიატურა, საკმაოდ ბევრი ნიშანი აქვს, სიმბოლო აფხაზეთს. დიახ, და საკმაოდ ძვირი და ძნელი ამბავია ეს ყველაფერი. მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს, ხო, ალბათ ამაზე. ეს ჩვენ სამინისტრო მუშაობს ამაზე და რასაკვირველია თეორიული ნაწილი და ეს რაც არის ეს თქვა ფუნდამენტი, მასზე ისინი მუშაობენ და ძალიან ბევრი ძალიან კარგი სპეციალისტი ყავს. ეს არის აფხაზური ენის აპლიკაცია. ამას წინ უძღოდა კულტურული მემკვიდრეობის აპლიკაცია, იმიტომ რომ მგონია რომ არანაკლებად მნიშვნელოვანი და ძალიან მალე ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას ამ პირველ მობილურ აპლიკაციას მე ვიტყოდი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის. უფრო მეტი რო გითხრათ რომ რაღაცნაირად ერთგვარი კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ჩვენი სიამოვნებით წავიტრაბახებდი. აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტრო არის ჩვენი ეს პროექტი არის პირველი საქართველოში. ეს გამოდის მობილური აპლიკაცია, რომელიც ეხება აფხაზეთში ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. ანუ ჩვენი ილორი, ჩვენი ეს ყველა მთელი ძეგლები, მატერიალური, არამატერიალური, ფოლკლორი, მოზაიკა, ეს ყველაფერი იქნება ამ აპლიკაციაში მოთავსებული.
და ეს არ იქნება მხოლოდ აპლიკაციისთვის, მე მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ძალიან ქმედითი, სტუდენტებმა გამოიყენონ, მკვლევარებმა გამოიყენონ, ბავშვებმა კონდეთ ეს აპლიკაცია და როდესაც მათ დაინტერესებთ ყოველთვის მიიღონ სწორი ინფორმაცია და ამომწურავი. აი პრაქტიკულად სადღაც 10 დღეში ეს უკვე სრულდება და ჩვენ ამას წარუდგენთ და შემდეგ იწყება ეს მეორე დიდი პროექტი უკვე აფხაზური ენის აპლიკაცია. ანუ თქვენ ხართ სულ ძიებაში, აი როგორც ახლა გისმენთ და ესეთი აზრი მომივიდა, იმიტომ რომ თქვენ გარდა იმისა, ხო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა ხართ, თქვენ ხართ ერთგვარად კავშირი თაობებს შორის, ანუ ის ინიციატივები, რომელსაც ახორციელებთ, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობისთვისაც იყოს მისაღები და გათავისებული იყოს ეს ყველა ფერი მათთვის. დიახ, და იცით რა არის აი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და თუნდაც აი მაგალითად განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ძალიან ინტენსიურად და მართლა ისე მუშაობთ ჩვენ და ისინი სულ აღნიშნავენ რომ რა თქმა უნდა ჩვენ სტრუქტურებს მეტი წვდომა აქვს უშუალოდ ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ ყველაფერს რო თავი დავენებოთ გარდა სამსახურეობრივი უბრალოდ ოჯახებით და უბრალოდ ძალიან გადაბმულები ვარ და ძალიან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს და რა თქმა უნდა ხიდი თაობებს შორის ანუ არ უნდა დაიკარგოს და რაღაც არის გზავნილები, სწორი გზავნილები ჩვენი საზოგადოებისთვის აფხაზეთში. და ეკას Facebook მეგობარი ვარ, ამიტომ ჩემთან სულებას მივცე რომ ძალიან აქტიურად აზიარებ ხოლმე ფოტოებს და ამ ისტორიებს. და აქტიურად ზოგჯერ ფიქრობ რომ ცოტა ეს არამინისტრულად, მაგრამ მე ვამბობ რომ ცხოვრების ბოლომდე ჟურნალისტი ვიქნებ. ზოგჯერ ხვდები რომ კი არ უნდა ვიღებდე და ვიჯდე. რაღაც ესე მაგრამ მართლა არ მithვეს ხოლმე გული, იმიტომ რომ ეს არის ის ტკივილი, რომელიც არ გვავიწყდება, მაგრამ კიდევ არის აუცილებელი ყოველთვის ამის შეხსენებაც, ამაზე საუბარი, სამომავლო გზების დასახვა, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ გამიგებთ ხოლმე იმ ისტორიებს, რომ ყოველთვის მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დგას და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ყოველთვის არის ადამიანები. ძალიან რაღაცები არის ძალიან რეალისტური, ძალიან რეალურია რომ ეს შეცდო. ყველაზე ისეთი რო ხდებით ხოლმე აი ამ შეხვედრების დროს, აი მათი მთავარი გულის ტკივილი თქვა. ბევრი, ძალიან ბევრი, მაგრამ როგორც ყველა ადამიანს, მე ვფიქრობ, აქ ყველა ერთნია ვართ. ანუ ყველას მნიშვნელოვანია, როცა შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ. ანუ როდესაც ის გრძნობ, რომ მისი აზრი შენთვის სულ ერთი არ არის, მისი მოსაზრება, მისი გასაჭირი, ანუ ჩვენ ხო ეს ყველა საერთო გვაქვს. ბევრია, ძალიან ბევრია რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაც არის ნაბიჯ ხა მე ვამბობ რომ რო დავიწყო არ გავჩერდები ასე რომ ესე იგი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სტუმარი მყავდა და თქვენ მიანიჭეთ პედაგოგი იყო დამსახურებული და თქვენ მიანიჭეთ ძილდო და იმისთვის ეტყობოდა კიდევაც რომ პროფესიული თვალსაზრისითაც და ადამიანური თვალსაზრისითაც მან ძალიან დასაბასებულად იგრძნო თავი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო აი კიდევ აი რაღაცა მინდა რომ უფრო მეტი რამ მოუყოთ. შემიძლია ლაპარაკი კი ბატონო. მე დროს ზოგავ ხოლმე მაინც ეთერის თვალსაზრისით. მომენტში ჩავერთვები უბრალოდ ის რასაც აკეთებს ეკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე როგორც საზოგადოების ისე ვთქვათ ნაწილი და წევრი მინდა გაგიზიაროთ. ეს არის იმ ემოციების გაღვივება, რაც ჩვენ გვაერთიანებს რა. თუნდაც იგივე რაღაცა სურათის დანახვა, რომელიც იყო და სიტყვაზე თქვა 60-იან ან 70-იან წლებში გადაღებული და ის იმ ისე ვთქვათ ადგილთან ჩვენ საზოგადოებას აკავშირებს გარკვეული ემოცია და ამ ემოციის გაღვივება არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხიდი, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. აი აპლიკაცია კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ხო, რომლის პრეზენტაცია დაახლოებით 10 დღეში გაიმართება. აი მასალების შეგროვება, თვითონ მუშაობის პროცესიც იქნებოდა უკიდურესად საინტერესო. ხო, აი რამდენი ეტაპათიო, რამდენი ვინ იყვნენ ჩართულები, აი უფრო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დგას ხოლმე. მე მოვედი ბატონმა რუსლანმა ბევრ სხვა თემასთან ერთად თქვა ეს ორი თემა, ეს ნამდვილად არის რუსლან აბაშიძეს იდეა. პირველი თქვა რომ კარგი იქნებოდა რომ გაგვეკეთებინა კულტურული მემკვიდრეობის აპლიკაცია და კარგი იქნებოდა რომ გაგვეკეთებინა აფხაზური ენის და ჩვენ დავილაპარაკეთ, მე ვთქვი რომ რასაკურველია კარგი იქნებოდა და გავაკეთეთ ერთი, ეხლა ვაკეთებთ მეორეს. უაღრესად საინტერესო იყო და მე როდესაც ჩვენ წარვდგებით საზოგადოების წინაშე მართლა ძალიან ბევრ ადამიანს უნდა უთხრა ასეთი გულითადი მადლობა, იმიტომ რომ და ეს არ არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვაზე მხოლოდ ჩართულები. აი ძალიან დიდი სპექტრი ადამიანების, რომელთაც აქვთ იმის შეგრძნება თუ რას ვაკეთებთ.
და აი ეს არის მთავარი აპლიკაცია რა არის ხო ის იკავებს საკმაოდ დიდ ადგილს თქვენს ტელეფონში თუ ის არ არის მნიშვნელოვანი და საჭირო თქვენ მას არ გადმოწერთ და ჩვენ ეს ამოცანა გქონდა რომ მოდით ისეთი აპლიკაცია გავაკეთოთ რომ ეს საჭირო იყოს ბევრი ადამიანის იქ არის ძალიან საინტერესო პატარ-პატარა ეს თქვათ ნაწილი მაგალითად სადაც შეგიძლია შენი საყვარელი ადგილების ცალკე favorites ეგრეთ წოდებული რჩეული ქვია იმას იქ არის პირდაპირ წერია რაც არის საფრთხის ქვეშ ანუ ძალიან ერთის მხრივ კონკრეტულად გასაგებად შე როგორც კი გახსნი ამ აპლიკაციას აი იმ პატარა ეკრანზე ცოტათი შენი ქვეყნის ისტორიაც იქნება გადაშლილი და კიდევ ერთს ვიტყოდი აფხაზურ ენასთან მიმართებაში, რასაც გეგმავთ და ისიც უკვე დამტკიცებული არის. ჩვენი სურვილი არის, რომ ეს ერქმევა ამას საზაფხულო სკოლა ბანაკები. ბანაკი ძალიან ბევრი გვაქვს საქართველოში, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები და ბავშვები, მოსწავლეები ჩართულები არიან ენგურს იქით, ენგურს აქეთ, ამ თემას დიდად ვერ განვავრცო, ბუნებრივია. ეხლა არის იდეა რომ შეიქმნას ძალიან ძლიერი სკოლა ბანაკები საზაფხულო, სადაც გარდა ამ არაფორმალური, ასე ვთქვათ, სწავლებების და ასე შემდეგ, ასევე იქნება ქართული, ინგლისური და აფხაზური. და აფხაზური, იმიტომ რომ ხო, ანუ ეს არის უნიკალური ენა, ეს არის შენი სამშობლო, ეს არის შენი ხალხი და ხო მე მგონია რომ აი აქედან იწყება რაღაცეები. სამწუხაროდ ჩვენი დრო ნელ-ნელა იწურება და აი ბოლოს რომ ორივე თქვენგანმა რომ მიპასუხოთ, აი საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმასეთ რაც ჩვენ ახლა საუბრობთ. ჩემი მხრიდან მე ვიტყოდი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წარმატებისთვის, რასაც ქალბატონი ეკააკეთებს იმ ინიციატივებისთვის. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოების, არა მხოლოდ აფხაზეთის საზოგადოების გულისხმობ შემთხვევაში, ზოგადად მთელი სრული საზოგადოების ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში. მე სამწუხაროდ გრძნობთ ამ ჩართულობას? ამ ეტაპზე რა თქმა უნდა გრძნობ, მაგრამ ჩვენ ვართ რაღაცა გარკვეულ განზომილებაში და ჩვენ გვინდა რომ გავარღვიოთ ეს განზომილება და ცოტა შევიდეთ ცოტა სხვა სივრცეში, სადაც უფრო ფართო საზოგადოება იქნება, იმისათვის კეთდება აპლიკაცია იქნება თუ პლატფორმა, იმისათვის რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი მთელი საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ეს შევზღუდოთ რაღაცა მარტო აპლიკაციით და ჩვენი მთავარი იდეა და არსია გმონებს იმაში რომ ჩვენ უზრუნველყოთ აფხაზური ენის დაცვა პოპულარიზაციის თვალსაზრისით და ამ ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით და ასევე ამ ცნობადობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საზოგადოების ჩართულობა. ეკა, ნომერ პირველი ამოცანა, აი ყველაზე რომ მოხვედით და კომფორტის ზონა დატოვეთ პრინციპში, ხო? მე მგონი მაგასაც ცალკე გადაცემა არის გასაკეთებელი, ცალკე გადაცემის თემა არის, მაგრამ კომფორტის ზონა ხო დატოვეთ და ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, მაგრამ ნომერ პირველი ამოცანა, რას ხედავთ თქვენ? აი რა არის, აი ერთ-ერთი თქვენი მთავარი მიზანი, რაც აი ამ შეხვედრებიდან გამოსა ამ ბოლო პერიოდის. დავინიშნებ ხათაშორ ძალიან ბევრი პატარა თაობას ეგუნა რომ მე წავედი სოხუმში. მეცა ეკა სოხუმში წავიდაო. რაღაც ნაწილ საზოგადოებას მეცა საწავიდა და რა უნდა აკეთო. და ეხლა ეს კითხვები აღარ არის და უკვე რაღაც პაწაწინა გაკეთებულია. არ არსებობს აი ესე ნომერ 1, 2 არ არსებობს ესე, მაგრამ მე სულ ვამბობ რომ თავარი არის ამ ყველაფერში ადამიანი. აი, როდესაც ის კონკრეტული მოსწავლე, რომელიც სწავლობს, რომელსაც ეხლა 5 ნოემბერს ახლად გარემონტებული სკოლის პრეზენტაცია გვექნება. დავასრულეთ, ანუ ბავშვები შევლენ ახალ სკოლაში. მე მინდა რომ დევნილთა სკოლა ესე აღარ იყოს და აი ეს აღარ შეიძლება. ეს ესე აღარ იქნება. 21 საუკუნეში აფხაზეთიდან დევნილი ხარ, აქაური მოქალაქე ხარ თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, მე პირიქით მინდა რომ მე ამ სკოლაში ვსწავლობ, ეს იყოს საამაყო, ეს არ იყოს რაღაცა ჩამონგრეული კედლები, ეს იყოს წარმატების, როდესაც თავარი არის ემოცია, რასაც ლაპარაკობდა ბატონი რუსლანი. ემოცია, ბედნიერების ემოცია, წარმატების ემოცია, ის დაატრიალებს მთებს.
რა თქმა უნდა, გეთახმები ამაში ემოცია და დადებითი ემოცია არის, გადამდები და დადებითი შთაბეჭდილებები. და ისევ რომ დავასრულოთ იმით, რითაც დავიწყეთ, პრინციპში ჩვენ გამოგვივიდა აფხაზურ ენაზე, ხო, მეტსილად საუბარი და მის პოპულარიზაციაზე, ხვალ არის აფხაზური ენის დაცვის დღე და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ მიესალმეთ აფხაზურ ენაზე ჩვენ მსმენელებს. მოდი დავემშვიდობოთ მათ და მე არ მინდა რომ დავემშვიდობო, მინდა იყოს ყოველთვის მისალმება და კიდევ ერთხელ მე მივესალმები, შეგზია მთელ თქვენ მაყურებელს და მინდა რომ ეს მისალმება იყოს მუდმივად დამახსოვრებული და ჩვენ თუნდაც კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ მივესალმოთ ერთმანეთს, თუნდაც აი ამ შემთხვევაში დავიმახსოვროთ ეს მისალმება და ერთმანეთს მივესალმოთ აფხაზურად. და კიდევ ერთი კარგი მარტივი სიტყვა არის მადლობა. ყურადღებისთვის არ ვიცი როგორ არის, მაგრამ აი ეს რომ გავაერთიანოთ, ეს კი ითაბუბ არის მარტივი მადლობა. ხო, მართლა მე ხო, ჯერჯერობით სალიტერატუროს ვერ. და მართლა დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აი, პირდაპირ ცოტა ხანში აპლიკაცია როცა იქნება, თქვენ რო ჩემთან სტუდიაში მოხვალთ სტუმრად გადაცემაში, მეც დაგახვედრებთ რამდენიმე აფხაზურ სიტყვას. ძალიან დიდი მადლობა რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფელია იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე.